გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი, მე დიანა საფაროვა ვარ, დღეს გადაცემაში ნახავთ. ზაფხულში ბავშვებში გავრცელებული ძირითადი დაავადებები და მათი მკურნალობის გზები. როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ზაფხულის გატარებაში? ბავშვებისთვის ზაფხული აქტუალური თამაშებისა და გართობის დროა, მაგრამ ამ დროს ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელი დაავადებები. წინასწარ მოვემზადოთ, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში სწრაფად და ეფექტურად დავეხმაროთ ჩვენს პატარებს. ამ თემაზე სასაუბროთ პედიატრი, ოჯახის ექიმი ხათუნა მორჩილაძე. მოვიწვიეთ, გამარჯობა ხათუნა, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის, ყველას მივესალმები და უსურვო ბედნიერ და ლამაზ ლაღ ზაფხულს. დიდი მადლობა. ხათუნა, ზაფხულის პერიოდია ბავშვებისთვის ძირითადად გართობის და თამაშების დრო არის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ამინდი არ გვიწყობს ხელს, იმედია გამოვა მზე და წავად ზღვაზე გავირუჯებით და რა თქმა უნდა ეს იქნება ყველაფერი მინიმუმამდე დაყვანილი, ანუ ოქროს შუალედს დავიცავთ. მაგრამ ამავდროულად მშობლებიც უნდა იყვნენ ერთი სიტყვით მზად იმ ყველაფრისთვის, რაც ზემოთ ვახსენე, თავი რომ ავარიდოთ ნებისმიერ დაავადებას. ანუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებს გარდა იმისა, რომ ვათამაშოთ, გავართოთ, დავიცვათ ოქროს შუალედი და ყველანაირი ის ცუდი სიმპტომი, თუნდაც დაავადება თავიდან ავირითოთ. ზაფხული ხა დამერწმუნები, რომ ყველაზე მაგარი პერიოდი არის და ყველა ველოდებით. ეს არის ასოცირებული დასვენებასთან, კარგ განწყობასთან, ბუნებაში გასვლასთან, მოგზაურობასთან და ყველა ველოდებით და შესაბამისად ამისთვის შეიძლება ბევრი არ იყოს მომზადებული თუ რა საფრთხეები და რისკები შეიძლება გქონდეს ამ პრობლემ და რა პრობლემა შეიძლება ამ პერიოდში გამოისახოს. ძირითადად მოდი მივაქციოთ ყურადღება და ჩამოვთვალოთ ასაკის და მიუხედავად უფრო განსაკუთრებით ბავშვებში, რა თქმა უნდა. ეს არის საკვებისმიერი ინტოქსიკაციები, ეს არის წყლისმიერი დაავადებები დაუშვათ, ეს არის წყლისგან გადამდები თუ ზღვასთან დაკავშირებული, მწერის ნაკბენები, დეჰიდრატაცია, ანუ მზის და სითბური დაკვრა, შესაბამისად კიდევ დამწრობა და ეს არის მოკლედ ძირითადად და აი ამის ირგვლივ კიდე დამატებითი რაღაც მსვლელობის დროს. კიდე დამატებით რაღაც პატარა ისინი შეიძლება დაერთოს. ნახეთ, უამრავი დაავადება აქტიურდება, რა თქმა უნდა, ზაფხულში, ბაქტერიული და ვირუსული. მოდით, რადგან ეს ამ გადაცემის მსვლელობის დროს, მომზადების დროს უფრო სწორად, ანუ აქტუალურია ეს თემა, რა თქმა უნდა, პრობლემაც არსებობს, ხო? ანუ ზაფხულში ეს დაავადებები არა მხოლოდ ზაფხულში, მაგრამ უფრო ზაფხულში აქტიურდება. ჯერ განვასხვაოთ ერთმანეთისგან, რომ მშობელმა უნდა იცოდეს რა დროს როგორ უმკურნალოს, იმიტომ რომ მოდი დამეთანხმებით პედიატრი ბრძანდებით, კი ბატონო, მაგრამ საუკეთესო მაინც ექიმი თქვენი აზრიც მაინტერესებს ბავშვისთვის არის მშობელი, ხო, რაც უნდა იყოს განვითარებული და უნდა იყოს ყველანაირად ინფორმირებული, ესე ვთქვათ, მშობელი, რომ პირველადი დახმარებას მაინც პირველად მშობელი უწევს, ხო, სანამ თქვენამდე მოვა. ანუ ეს უშუალოდ მაინტერესებს თქვენი და მშობლის ურთიერთობა. როგორ აკვალიანებთ, რა უნდა იცოდეს, პირველადი დახმარება და ასე შემდეგ, რომ ეს ყველაფერი ძირფესვიანად რო იცოდეს მშობელმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ბაქტერიულ და ინფექციურ დაავადებებზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ, ხა აქტუალურია. აქტუალურია, წლის განმავლობაში შეიძლება კი ბატონო იყოს ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული ტიპის დიარეით მიმდინარე ინფექციები, მაგრამ ზაფხულობით ჭარბობს ბაქტერიული ტიპით მიმდინარე, რადგან იგივე რომ მათთვის ხელსაყრელი პირობებია ბაქტერიებისთვის, რადგან ისინი გამრავლდებიან უფრო სწრაფად შესაბამის გარემოში. განსხვავება რომ დავიწყოთ ასე ვთქვათ, ნიშნებით არის, რა თქმა უნდა. ძირითადად წამყვანი მაინც არის დიარეა, ანუ ხშირი ნაწლავთა მოქმედება, შეიძლება თან ახლდეს ღებინება, შეიძლება თან ახლდეს ტემპერატურა, მუცლის ტკივილები, ესეთი მჭრელი ხასიათის და ნუ მერე უკვე როდესაც გართულებული შემთხვევები, ეს არის გაუწყლოება. ეს არის გამოსავალი, ესე იგი პროცენტულად ძირითადად მთლიანად მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 65% შემოსული პაციენტების, რომელიც უკვე ფიქსირდებიან, მათ შორის არის დიარეით მიმდინარე ზაფხულობით. ეს არის
ფაქტორები ძირითადად დაკავშირებული როგორ შეიძლება იყოს იცით ეს ანუ ერთი ტიპის მიმართულება არ არის აქ არის კვები საკვები რომელიც შეიძლება იყოს არასწორად დამუშავებული არასწორად პირობებით შენახული შეიძლება იყოს რა თქმა უნდა ხელების ჰიგიენა ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და სიმჭიდროვე ანუ რამდენად გადამდები შეიძლება იყოს ახლო ერთი და იგივე არეალზე რამდენად მეტი ადამიანი იმყოფება აი ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ასე ვთქვათ ეს არის ძირითადად სამი ფაქტორი და ნუ ამაზე ახლა რომ დავიწყოთ უფრო ისე სიმპტომებიდან გამომდინარე განსხვავება მოდი განვასხვაოთ თუ კი არის ლორწოთი და სისხლის შემცველი განავალი ეს უკვე მიგვანიშნებს რომ ეს არის ბაქტერიული ინფექცია თუ არის საფხული და ცხელი პერიოდი, შეიძლება ეს არის უკვე ბაქტერიული ინფექცია. მაგრამ ახლა როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, ხო? რას უნდა ვასწავლოთ, ასე ვთქვათ, როგორ ვამეცადინოთ მშობელი ამ კუთხით. თუ კი ბავშვს აქვს ხშირი, ანუ 6 ჯერზე მეტი მოქმედება ნაწლავის 24 საათის განმავლობაში ეს უკვე საგანგაშო ნიშანია და საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში. თუ კი არის სისხლის შემცველი და ლორწოს შემცველი და უკვე 3-ზე მეტად არის დაახლოებით დღის მანძილზე აუცილებელია მოხდეს ექიმთან. თუ კი ბავშვი არ იღებს სითხეს ან შარდვას არ აქვს შესაბამისი, ანუ 6 საათის განმავლობაში თუ პამპერსი არის და არ არის იქ მოშარდული, ან თუ საშარდზე არ გავიდა დედამ უნდა მიაქციოს, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება, ასევე შარდის ფერსაც თუ არის გამჭვირვალე, ახლა ნორმალური შარდი არის გამჭვირვალე და ყვითელი, აი ესე დაახლოებით, თუ კი ფერს უფრო იცვლის და უფრო მუქი ხდება, ცოტა სუნის შემცველი, ეს არის საგანგაშო ნიშანი და ასევე უნდა აღმოჩნდეს სტაციონარში. აი ამ ყურადღებით თუ მიაქცევს მშობელი ყურადღებას, მაშინ გართულებების შესაბამისად მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და არ უნდა იყოს იმაზე დაპანიკება, რომ აუცილებლად თუ კი ბათუმში იმყოფება სიტყვაზე და ზღვის სეზონია და აქტიურად არის, არ უნდა გააქცუნოს ეგრევე დაუშვათ თბილისში, შესაბამისად იწყება ძალიან მშვიდად ნორმალურად სითხის მიღებით, ზომიერად დეჰიდრატაციული საშუალებები, შეიძლება უბრალოდ წყალით, რომელიც მოგვეპოვება, ან ჩვენ მრავლად გვაქვს ჩვენი მინერალური წყლები, გაზგასულად შეიძლება ესე ყლუპებად მივოცეთ. ამასაც მოითხოვს ბავშვის ორგანიზმი, ხო? ან დამძალებასაც თავისი ნორმა აქვს და ახლა მარტივად რო ვთქვათ, ესე 75 მილიგრამი კილოგრამზე ესე თავშად 15 კილოგრამის შემთხვევაში თუ ბავშვი არის 15 კილო დაახლოებით მოუწევს 1000-1025 მილილიტრი, ოღონ ეს არის 4 ან 6 საათში. და ამ შემთხვევაში თუ კი ამათ შევავსებთ, ფაქტიურად ყველანაირი პრობლემისგან თავს ავარიდებთ, რომელიც შეიძლება გართულებული იყოს შემდგომ. კიდევ რა შეიძლება ესეთი განსაკუთრებული განსაკუთრებით ეხა გამიჩნდა ეს შეკითხვა. ასაკობრივად იცით როგორ არის ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვები და ქრონიკული პრობლემებით არსებული უკვე ასაკი 70 წლის და ზევით ადამიანებისთვის აუცილებლად მნიშვნელოვანია თუ კი შეხვდა ესეთი ინფექცია ან ნაწლავური ტიპის ინტოქსიკაცია მოხდა საკვების მიერ, აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს ასევე ექიმთან. ანუ გადაუდებლივ ამ შემთხვევაში გადაუდებლივ უნდა მიექცეს ყურადღება. აი განსხვავება კიდეც იცით როგორ შეიძლება დავუშვათ ბაქტერიული არის თუ წყლის მიღების და ასე კიდე როგორი ტიპის განსხვავება საკვების მიერ ინფექციას თუ კი დავუშვათ იკვება და ეს არ არის ზღვით ან წყლით გადადებული, შეიძლება უკვე 3 საათში კვების მიღებიდან უკვე მღებინება გქონდეს და შეუპოვრად მოხდეს და ეს უკვე ნიშნავს რომ რაღაც საკვებში იყო ტოქსინი და კი ბატონო. თქვენ ხართ ახსენეთ კვება და რადგან ზღვაც ახსენეთ ხშირად კი რა ალბათ მიზანშეწონილია რომ ანუ ზღვაზე ცოტა დიდი ხნით როდესაც მივდივართ რაღაცა კონტეინერებში ვდებთ საკვებს და ანუ შენახვის პირობები ანუ იგივე მოწამვლასთან დაკავშირებით ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მოდით ესე დავყოთ ანუ რომელი საკვები არ უნდა წავიღოთ ზღვაზე მალფუჭებაც გულისხმობ და რა უნდა გაითვალისწინოთ მაგალითად მშობლებმა რომ ანუ ყველა იმ პრობლემას თავი ავარიდოთ რაც ახლა ჩამოთვალეთ.
ხო, საკვებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი არის, როგორი შენახვის პირობებია, არა მარტო დამზადების პირობები, შენახვის პირობები, გადატანის, ტრანსპორტირების პირობები და რომელიც საკვები ერთმანეთთან მაგალითად არ უნდა დავჭრათ ერთ დაფაზე, ხო, ის უნდა გაირეცხოს, გასუფთავდეს, თუნდაც ან ხორცი ავიღოთ პირობითად და ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც უნდა ვიცოდეთ და თქვენი მეშვეობით ახლა გავაკეთოთ. კი ბატონო, გამომწვევები ახლა შეიძლება საკვების მიერ ინტოქსიკაციიდან თუ კი ბაქტერიული შეიძლება იყოს სალმონელა, რომელიც აბსოლუტურად თავისუფლად შეიძლება ზაფხულის პერიოდში ცხოველის ხორციდან მიღებულ იქნას და გადავიდეს ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ ხორცის შემთხვევაში შეძენის პირველი ვითვალისწინებთ, რომ ისეთ დაწესებულებაში შევიძინოთ, სადაც ეს ყველაფერი მარკირებულია და არის ნანახი შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. ხორცს ვიღებთ აუცილებლად ცალკე დაფაზე, რომელსაც ვამუშავებთ და იმაზე არ უნდა მოხდეს ბოსტნეულის დამუშავება და დაჭრა. ეს ერთმნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა, პირობები მაცივარშიც მნიშვნელოვანია, ესე იგი 4 გრადუსი ეს არის ჩვეულებრივი არასაყინულის, არამედ 4 გრადუსზე უნდა იყოს. იმიტომ რომ პირობები უკვე პროდუქტს, რომელიც უნარჩუნებს თავის სიჯანსაღეს, ბოსტნეული და ხილი არ უნდა იყოს გარეცხილ მდგომარეობაში შენახული, რადგან ამ შემთხვევაში ტენიანობა იმატებს და მშრალად უნდა გქონდეს, რომ არ მოხდეს მათი დაობება და ისევ გაფუჭება. ყველა მომენტის გათვალისწინებით, ყველანაირ იმიტომაც აქვს მას ცივარს, რომ ეს არ არის თარო, არამედ თავისი უჯრების შესაბამისად უნდა იყოს დაალაგებული ყველა პროდუქტი. კვერცხის მიღება ზაფხულში არ არის მიზანშეწონილი, თუ არ იქნება კარგად მოხარშული მინიმუმ 20 წუთიდან დაახლოებით ეს არის, რომ მოვსპოთ დაუშვათ იქ სალმონელა თუ არის, იმიტომ რომ ეს ფრინველის ხორციდანაც ასევე შეიძლება მოხდეს დაინფიცირება. და ეხა უკვე გადავედი ტრანსპორტირებაზე. შეიძლება ყველაფერი დავამუშავოთ, ყველაფერი კარგად გავანაწილეთ, მაგრამ გადატანის პერიოდში თუ კი ეს არის კონტეინერი, რომელიც თავდახურულია, იქ რა თქმა უნდა ჰაერი არ მოძრაობს და იქაც შეიძლება გაფუჭდეს 2 საათის შემდეგ უკვე ის გამოსაყენებლად მზის სხივების ფონზე არ არის მისაღები, რომ ის მივიღოთ. მაგრამ ასეთი აი ხო უკვე გამზადებული რაღაც საკვები და სალათები მიუღებელია რა თქმა უნდა და თუ კი იქნება ბოსტნეული ანუ ხილი პომიდორი, რომელიც შეიძლება იყოს გარეცხილი და ასევე კიდევ რომ მოვახდინოთ თუ არის წყლის ჭავლი, გადავრეცხოთ ისეთი ცივი წყლით, თუ არის ამის საშუალება, რა თქმა უნდა უმჯობესია მიღების წინ. და რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება ისე გამოვიდეს, მაგრამ ყველა ვიცით რომ ზღვაზე ხდება ხშირად სხვადასხვა იმის მიწოდება, იმას ყველას გვიყვარს ეს კარგი სიმინდი. არა მხოლოდ პატარებს, არამედ დიდებსაც ძალიან გვიყვარს. ბატონო, უნდა მოვერიდოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი გავიდა, რა პერიოდის განმავლობაში ატარებდნენ ამ რაც უნდა მithumedes წყალში იყოს, წყალში ჩვეულებრივად მრავლდება ბაქტერიები, თან თუ ხელშეხება მოხდა, ხელიდან გამრავლება ძალიან სწრაფად ხდება და რა თქმა უნდა, ხელების ჰიგიენური მომენტი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს უპირველესი არის, კი. მაგრამ ხათნა ისევ ზღვას დაუბრუნდეთ, ანუ ხშირად ალბათ გსმენიათ ზღვის პერიოდში, ანუ ამ პერიოდში უწყალი გადამეყლაპა, ბავშვს გადაეყლაპა და არის პანიკა. საფუძველი არის ამ პანიკის, ანუ ის თუნდაც ერთი ყლუპი ეს წყალი შეიძლება ისეთი მაგალითად საგანგაშო იყოს თუ მანამდე არის მაგალითად ბავშვის ორგანიზმში რაიმე ისეთი ინფექცია, რომელიც დამატებით აი რაღაცნაირად ისე ართულებს ამ პროცესს. წყალი არის საადვილად ხდება ნებისმიერი მიკრობის კი ბატონო, სწრაფად გავრცელება, იმიტომ რომ წყლის და ფეკალურ-ორალური გზით გადაედება, როგორც მოგახსენეთ, ეს ბაქტერიული ინფექცია. ზღვას აქვს ისეთი კარგი თვისება, რომელიც არის მარილი და შეიძლება რაღაც უვნებელყოფა გააკეთოს, მაგრამ ნახეთ, იმ მოცემულობაში თუ კი ფეხს დავდგავ და ყველა ნაბიჯზე არის ირგვლივ ადამიანი, რომელიც ელემენტარულად საპირფარეშოს სისტემა არ არის დაცული და ჩვეულებრივად ხდება ისეთი რაღაცები აუცილებლად უნდა დავიცვათ. არ გვაქვს ეს კი ბატონო და ამიტომ უნდა ვეცადოთ თუ კი იქნება რაც უფრო ნაკლები ისეთი ადგილი მოვნახოთ, ისეთი ლოკაცია, სადაც უფრო ნაკლები იქნება ადამიანების რაოდენობა. ეს ერთ მნიშვნელოვნად მეც შეიძლება არ მინდოდეს, მაგრამ ტალღამ წამოიღოს წყალი ისე რომ შეიძლება გადამეყლაპოს კიდეც. აქედან გამომდინარე, თუ კი ვიღაცას ქონდა სიტყვაზე დიარეა და დიარეით მიმდინარე პრობლემა და არ გასულა იმაზე 10 დღეზე მეტი, შესაძლებელი არის ეს ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე წყალში მოხდეს ამის ინფიცირება, შეიძლება ჩვენ გადავყლაპოთ იგივე იმ საშუალებით, რაც უკვე ახსენით და დავინფიცირდეთ კი ბატონო ბაქტერიულად და გამოიწვიოს იგივე შემდგომ მიმდინარე ეს დიარეა, ეს მუცლის ტკივილი და ასე შემდეგ კი ბატონო. ყველაზე მთავარი, ჩემთვის მთავარი პრობლემა არის მწერებით ნაკბენები.
მაგალითად 100 კაცში მხოლოდ მე მიკბენს. ყოველ შემთხვევაში მოდით ჯერ ბავშვებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბავშვებს მაინც სენსიტიურები არიან, ხო? და ეგრევე ერთი ნაკბენი და ზოგს უსივდება, ზოგს არ უსივდება. ანუ ნამდვილად არის თუ არა ის მითია თუ რეალობა მართლა მაინტერესებს, ანუ სისხლის ჯგუფზე არის თუ არა დამოკიდებული ეს, ანუ მანდა მაინც ერთს რო კბენს და მეორე საერთოდ არაფერი. ცოტა არ იყოს გამღიზიანებელია. ძალიან ლამაზად ახსენე, ესე იგი ზაფხული მარტო ჩვენ კი არ გვიყვარს, კოღოებსაც ძალიან უყვარს. პლუს კარგი სურნელი გექნება თქვენ ნამდვილად სუნამოსი. იმიტომ რომ იზიდავ წერებს, კი ბატონო, ესეც ერთ-ერთი მომენტია, ანუ როდესაც გავდივართ ტყეში ან ზღვაზე, რა თქმა უნდა სასურველია, რომ სურნელოვანი სუნამოები, დეოდორანტებით არ ვისარგებლოთ. კი ბატონო, ეს არის. უყვართ ხო? კი, იმიტომ რომ მიზიდვის საშუალება არის ნამდვილად ნებისმიერი, ხა წერებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა. ეს არის მწერები, შეიძლება იყოს ფუტკრის ნაკბენი, შეიძლება იყოს კოღოს ნაკბენი და კოღოს ნაკბენი შეიძლება იყოს ტკიპის მიერ კბენა და აქედან გამომდინარე თუ კი რომელი და რა იმაში ადგილას ვიმყოფებით, ახლა ზღვისპირას ნაინც უფრო კოღოები შეიძლება იყოს. ბუნებაში მინდორში შეიძლება ტკიპაც და ფუტკრის მიზიდვაც მოხდეს. ამიტომ იმის მიხედვით თუ კი სად ვართ, დიფერენციაციას შესაბამისად ჩაცმულობაც უნდა შევარჩიოთ. ჩაფხუტების ტარება, ქუდის ტარება, ხელი, ანუ სახელურების დამალვა, ფეხების აუცილებლად ეს უკვე ტყის გარემოში და მთაში სასურველი არის და აქედან უკვე მინიმალურად დავიყვანთ იმას, რომ მსგავსი მწერებით მოხდეს ჩვენზე კანთან მიგარება. თუმცა მაინც როდესაც უკვე ხდება და ამ შემთხვევაში მსადყოფნაში რო ვიყოთ, დღის ბოლოს უკვე საღამოს საათებში მშობელმა უნდა მოახდინოს შვილის დათვალიერება მთელს კანზე. ხომ არ მოხდა რაღაცა მსგავსი. ეს უკვე დღის ბოლოს, დღის მანძილზე კიდე წასვლამდე თუ კი მზე არის აუცილებლად უნდა იყოს მზის დამცავი საშუალებების გამოყენება, ეს უკვე სხვასა და მთების შემთხვევაშიც, რომელიც იწყება პატარა ჩვილი ასაკის კანი შედარებით უფრო მსუბუქი და ისეთი არის ნაზი არის, ამიტომ უნდა იყოს დაახლოებით 30%-დან შესაძლებელია მზის დამცავი საშუალებების გამოყენება, დიდების შემთხვევაში უკვე 50%-ის გათვალისწინებით და ეს უკვე ოფლიანობის და ესეთი ტიპის რაღაც წყალთან მიკარების შემთხვევაში განმეორებით უნდა მოხდეს დაახლოებით 2 საათში ერთხელ. ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა, აბსოლუტურად დამცავი არის და საკმაოდ ხანგრძლივად, თუ კი არ მოხდება წყლით ჩამობანა და ძალიან მნიშვნელოვნად იცავს კანს დაზიანებისგან. ეხლა მწერებს რაც შეეხება ანალოგიურად, ეს არის ტრანსმისიულები ქვია ესეთ მწერებს, რომელსაც დაავადება გადააქვთ, მათ შორის ეს შეიძლება იყოს კოღო და ეს შეიძლება იყოს ტკიპა, კოღოს შემთხვევაში ლეიშმანიოზის გადატანის საშუალება პირდაპირ შეიძლება იყოს კოღოს მიერ და ჩვენს ტერიტორიაზე საქართველოში ეს თავისუფლად გადაეცემა. ისეთი ადგილები, რომელიც არის გუბურა და უშად სადაც დაგროვებული წყალი არის, აქ უფრო ხშირად ბინადრობენ კოღოები და ეს საღამოს საათებში უფრო ხშირია და ან კიდევ ძაღლს შეიძლება ჰქონდეს, აი დაავადებული ტიპი ძაღლი, რომელსაც ესევა ისინი მწერები და შესაბამისად მოხდეს მერე გადატანა უბრალოდ კბენის შედეგად. ნაკბენზე სწრაფად ვითარდება სიწითლე და შეიძლება მერე უბრალოდ ისიც ჩირქოვანი ტიპის და გაამრავლოს თვითონ ჩირქოვანი ტიპის შეხედულება აქვს, ესეთი ჩირქდება და დაახლოებით აი ფურუნკულივით შეიძლება ჩაღრმავდეს. მერე იმიტომ რომ ბავშვმა შეიძლება იქ მოიქაოს, რაღაც შეხება ჰქონდეს, გადაიტანოს თავისივე კანზე და აუცილებელია ამ შემთხვევაში ექიმთან ჰქონდეს მშობელს კომუნიკაცია, რომ სწორად მოხდეს მართვა და არ მოხდეს რაღაცა გართულებული, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თუ მკურნალობა ან ანტიბიოტიკი გაგვირთულებს და დაფარავს სურათსაც. რაც შეეხება ტკიპებს, ლაიმის დაავადება, ხა ბორელიოზი ცნობილია, ტკიპის საშუალებით შეიძლება მოხდეს დაინფიცირება და გადატანა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს არც ჩამობანა, არც რაიმე საშუალებით, მით უმეტეს ხელით შეხება ან ამოღების მცდელობა, იმიტომ რომ შეიძლება ის ჩარჩეს დაუშვათ კანში და მოახდინოს ისეთი ტოქსინების გამრავლება და უკვე დაინფიცირება მოხდეს. სისხლში სწრაფად გადავა და თუ 24 საათზე მეთხანს დავაყოვნებთ, აუცილებლად მოხდება ინტოქსიკაცია, ანუ დროულად ჯობია მივმართოთ და მკურნალობას არ უნდა ვეწევოდეთ. არა, ხო, იმიტომ რომ ხა თუ კი ისეთია, რომ ძალიან ოდნავ არის, ხა მინახავს მე ეს ხა ჩემ შულსაც ქონია და დაკვირვებული ვარ, მეთონაც გამიკეთები. ცოტა ოდნავ თავი თუ აქვს ჩარჭობილი. შეიძლება პინცეტით ამოვიღოთ. კიდე თუ კი ახალი ის არის და ჩანს, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, უფრო ღრმად შედის.
ანუ კანში არის და ვეღარ მივწოდებით, დიახ. თუ კი თავი ჩარჩა ის მთლიანად ხდება ხოლმე ქირურგის მიერ მუშავდება ისე რომ მთლიანად მოხდეს მისი განკვეთი და ჩვეულებრივად და ამოიყვანს, თორე ჩვენი თვითკურნალობას არ უნდა მივმართოთ კი ბატონო და ნუ დავიცვათ ხო ნახეთ რა არის მთავარი ამის კურნალობაში არის ესეთი deep ქვია შემცველობის საშუალებები, რომელიც იყიდება ჩვეულებრივად შეძენა ხდება აფთიაქებში, არის პროცენტული მაჩვენებელი 5%-დან 100%-მდე არის ესეთი მისი შესაბამისობა. ეს არ არის დაუშვათ ამ შემთხვევაში კი არ ვიწევთ რაღაცა იმას ანუ დეზინტოქსიკაციის მომენტი კი არ არის, როდესაც წინასწარ ამას ხდება სპრეიც არის და მალამოთ კი ბატონო ხა სპრეი მალამოთის შეზელვა იმდენად არ არის მიზანშეწონილი მithomეს ბავშვებში არის სპრეი რომელიც ფაქტიურად აფრთხობს რა საფრთხობელას ეფექტი აქვს რაღაც გარკვეული აი რაღაცა იმაში 200 მეტრის არ გეკარება შეიძლება არ გეკარება ხო რა მაგარია ეს ანუ როცა სუნამო პირიქით სუნამო მიიზიდავს და ეს ჩვენთვის შეიძლება არ იყოს ისეთი სურნელი ანუ ვერ გრძნობდეთ მაგრამ წერები ამ შემთხვევაში გრძნობენ და თავარია რომ დაფრთხნენ კი რეპელენტები ქვია ამას და ამიტომ იცავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ახლა ჩვენ ზღვაც ვახსენეთ და მთაც ხო მაგრამ ხშირ შემთხვევაში ანუ გაგიგონიათ ალბათ რომ ანუ სოფელში ვარ და დალია წყლის ისა ჭის წყალი სუფთა არის ანუ თქვენი რეკომენდაცია რა იქნება შეიძლება ხა ჩვენ დიდებისთვის არც არაფერი მაგრამ აინც დაზღვეულები არ ვართ რამდენად არის მაგალითად მიზანშეწონილი რომ ანუ ჭის წყალი დალიოს ბავშვმა სუფთა არის თუ არა და თქვენი რეკომენდაცია არის იმით ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება თუ არა ამის დალევა თუ შეიძლება ოკეი და კარგი არის მაგრამ რატო არ შეიძლება თუ ესე არის ჭის წყალი იყო პერიოდი სუფთა არის თუ არა ახლა სუფთა არის მაგრამ არა ისეთი რომ მიკრობულ დონეზე შესწავლილი იყოს იმ პერიოდში როდესაც წყლის გაყვანილობა არ იყო და არ არსებობდა რა თქმა უნდა საქართველოში ეს ბუნებრივად არსებობს ისეთი რომ წყლის ქვეყანა ვართ შესაბამისად იმ სოფლებში იმ რაიონში სადაც ეს ყველაფერი არ იყო ყველაზე სუფთა შედარებით ეს იყო ჭისწყალი, მაგრამ იქ იცით როგორ არის, წარმოიდგინეთ ამოტანა, ეხა ყველამ, რა ვიცი, მე პირადად ვიცი როგორ ხდება და ალბათ გვინახავს, ხო? ძალიან საინტერესო არის, პროცესი ძალიან მომწონს, მაგრამ აი საშუალება, რომელიც არის დავუშვათ ზევით, ეს შეიძლება არ იყოს ისე ჰიგიენურად სუფთად, შეიძლება დაბლაც მოხდეს და ეხა წარმოიდგინეთ, ეხა ამის ჩაშვება დაბლა, რომ კედელს, რომელიც არის დანოტივებული, იქ არის შეიძლება იყოს სოკოვანი კარგი ადგილი არის, არაჩვეულებრივი მე ასე ვთქვათ მიეკაროს გვერდით კედელს სანამ ის მერე ჩაიტანს ამ თავის მიკრობს მე იმას ამოვიტან გარეგნულად კი არის ცივი და სასიამოვნოა კი ბატონო მაგრამ გეტყვით აი თუ კი სხვა არაფერი გაგვაჩნია რომ წყალი არ არსებობს ირგვლივ თქმა უნდა წყალი მნიშვნელოვანია და დავიკმაყოფილოთ ეს წყლის მაგრამ ამისი ხა გადადუღებასაც იმდენად ეფექტურობა არ აქვს რაღაც ცივად გვინდა მივირთვათ მაგრამ თუ არის ფილტრაციის საშუალება არის ახალგაზრდები გავფილტროთ კი ბატონო არის რაღაცა ფილტრების თუ სოფელში ვართ მაგალითად ახლა აზრი მომივიდა მარლა შეიძლება რომ დაგვიცვა ეს დოლბანდი და არა მიკრობებისგან და მას ხო ჩანს ის სიბინძურები მე რომ სიბინძურისგან დაგიცავს შლაკისგან დაგიცავს კი ბატონო მინარევებისგან კი, მაგრამ აი ეს მეც როგორ ფილტრს ვამბობ, არის ესე წელს ფილტრები, რომელიც შეგვიძლია გავფილტროთ, ამ შემთხვევაში მივიღოთ კი ბატონო. შეიძლება არ ქონდეს ახლა წვდომა და მაინც რაღაცნაირად რო ვიყოთ დაზღვეულები. ქაურები შეჩვეული აქვთ მათ უკვე გარკვეულწილად რაღაც იმუნიტეტი აქვთ მიკრობები. კი. ძალიან კარგია მე ალბათ, როდესაც ადამიანი ალბათ კი არა და ეგრე არის, რომ იმუნიტეტი როდესაც მაგალითად განუწყლის ესა ჭის წყალი არაფერსაც პირიქით უფრო გემრიელია და 80% ჩვენი სხეულის არის წყალი და ამიტომ წყალი გვავსებს, წყალი ძალიან გვჭირდება. კი ბატონო. ხათნო, ყველაზე მნიშვნელოვანი არის კვება. რატომღაც როცა ვისმენ მშობლებისგან, ანუ ხშირ შემთხვევაში აწყდებიან ზაფხულობიდან ცხელ პერიოდში, ანუ ბავშვი უფრო ნაკლებად მიირთმევს საკვებს. რატო? ანუ ამ დროს უნდა დავაძალოთ საკვები თუ ანუ რამდენსაც იღებს თავი ბავშვი ანუ ნორმად რასაც თulis შეიძლება ცხელა და იმიტომ არ უნდა მაგალითად კვება თუ ანუ რასთან გვაქვს ეს პრობლემა რაში არის თუ ბავშვი მთელი დღის მანძილზე არის გარეთ თამაშობს შეიძლება მართლა გადაავიწყდეს და როცა სიცხე არის და შესაბამისად ისეთი ტემპერატურა რომელიც
აი ნახეთ როგორ არის ნოტიო კლიმატი და პლუს სიცხე არასასურველი კოქტეილია ასე ვთქვათ და ბავშვებს შეიძლება არც ქონდეთ სურვილი არც გაახსენდეთ ჩვენთვის თავარია რომ რაღაც გარკვეულ პერიოდში სიცხე მაინც მიიღოს წყალი მივაწოდოთ ეს უმნიშვნელოვანესია როგორც ვთქვით აი მაგასაც თავის მინიმუმი აქვს ერთ-ერთმა დიაბეტოლოგმა ასე ვთქვათ გამოიკვლია რა არის მინიმუმი რომელიც აი დაუშვათ უმოქმედობის შემთხვევაში და ფიზიკური აქტივობის მიუხედავად შეიძლება მივიღოთ ზაფხულში წყლის რაოდენობა ეს არის 64 უნცია ანუ ეს არის 8 ჭიქა დაახლოებით რა უნდა ვეცადოთ რომ აქამდე მივიყვანოთ ჩვენი ყოველდღიური წყლის მიწოდება თუ დამატებით მზეზე არის და მზის სხივური ენერგია კიდე ზევიდან ულტრაისფერი სხივებით გაუწყლოება ხდება დამატებით უნდა მიიღოს ყველა 2 საათში და ცითო ჭიქა. ანუ შეიძლება არიან ბავშვებისაც მაგალითად ვისაც უყვართ ხო წყალი და ანუ მიირთმევენ უპრობლემოდ მაგრამ ანუ ყველაფერს სხვა არ გახსენდეთ მაინც ხო? ეხლა საკვები უნდა ვეცადოთ რომ მაინც ეხლა ზამთარსა და ზაფხულს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია სეზონური და არ უნდა ვჭამოთ ის რაც არის დაუშვათ მალფუჭებადი ის რაც უნდა გაყინული პროდუქტები აი უფრო საღი ოღონდ რა თქმა უნდა კარგად გარეცხილი ბოსტნეული ხილი უფრო მსუბუქად იყოს ეს მყარი მარცვლეული არაჩვეულებრივი არის ამისი ნებისმიერი სალათი ოღონდ მაიონე ფანტასტიკურია ხილი არაჩვეულებრივია ზაფხულში ბოსტნეული მწვანილი ხილი ყველაფერი მაგარია ყველაზე მაგარია ხო მაიონე აი რამდენი რაოდენობით ხაზგასმით მინდა რომ თქვა და არ მხოლოდ პატარებისთვის არამედ დიდებისთვისაც მიუხედავად იმისა რომ ძალიან გემრიელია მაინც არ უნდა მივირთვათ ხო ხო არა ზაფხულში არ არის იმიტომ რომ ძალიან მალე მოხდება სალათის და რასაც დაუშვათ სადაც ვამატებთ იმის გაფუჭება და გამოიწვევს მიკრობებისთვის ისეთი მიდამოადო გარემო რომელიც სწრაფად იწვევს ამ ბაქტერიების გამრავლებას. უნდა ვეცადოთ რომ ნაკლები იყოს მაიონეზი. უფრო საღად, კარგად, მსუბუქად და ბევრი სითხე. დიახ. ანუ თქვენ ახსენეთ ანუ ის გამომწვევები. მაგალითად ანუ არის ესეთი პერიოდი, როდესაც თქვენთანაც იქნებოდნენ მოსულები მშობლებით აი ესეთი პრობლემით, აი ბავშვს აქვს ერთდღიანი ან რამოდენიმე საათიანი სიცხე. ხშირად ანუ ნებისმიერმა დედამ იცის ხო, როგორ ტემპერატურა მაგალითად 9 საათში თუ 1 საათში შეიძლება ჯერ 37 იქონდეს და შემდეგ ძალიან მინიმალურ დროში ავარდეს მაგალითად 40 გრადუსზე და ეს უკვე საგანგაშო არის, ხო? ანუ რა შემთხვევაში უნდა მივიყვანოთ ექიმთან მეორე პრობლემა არის აი გადასხმას რასაც ვეძახით უნდა გაკეთდეს თუ არა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა ზოგადად როგორ უნდა მოხდეს იმიტომ რომ ანუ მედიკამენტების ეგრევე მიღება თუ ანუ ვაცალოთ შეიძლება მხოლოდ მაგალითად დღეს ხონდეს 37 ან 38 სიცხე და მეორე დღეს არა ანუ ამ დროს რა ხდება ბავშვის ორგანიზმში როგორი რა მდგომარეობა ზოგადად და სავარაუდოდ ექიმი რა თქმა უნდა მიხვდება ამ ყველაფერს რისგან შეიძლება ეს იყოს გამოწვეული. კი, ფანტასტიკური კითხვა არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა სეზონს, შეიძლება იყოს დაუშვათ შეიძლება იყოს ოთახში არ იყოს შესაბამისი ტემპერატურა შენარჩუნებული, ანუ საკმაოდ იყოს სიცხე დამატებული თუ კი ზაფხულის პერიოდია და აი როგორი რაღაცა იცოდით რომ საერთოდ ეს ოფლიანობა და ტემპერატურის მატება შეიძლება იყოს იმიტომ რომ ადამიანი არეგულირებს ტემპერატურას ანუ ჩვენს ორგანიზმს გააჩნია ტემპერატურის რეგულირების რაც გამოიხატება იმაში რომ როდესაც ძალიან გადახურდა და იმდენად მოხდა გაუწყლოვება აიწია ტემპერატურა მოხდა ოფლიანობა რომ შეუნარჩუნოს კარგი ტემპერატურა გაგვაგრილოს ხო ამიტომ შეიძლება მხოლოდ ეს იყოს დედა რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი არის რომელიც აკვირდება თავის შვილს და იტყვის რომ აიმე ტემპერატურა აქვს მაგრამ რატომღაც ფიქრობენ რომ შეიძლება ეს იყოს პრობლემა თუმცა არ არის ეს მიკრობული ან შეიძლება არ იყოს არც ვირუსი არც ბაქტერია და აი ის რაც თქვით რომ შეიძლება გაგრილებისთვის იყოს აქედან გამომდინარე ერთდღიანი მომენტი თუ კი კარგად ჩავაკითხებით რა იყო თუ არა განიავებული ოთახი იყო თუ არა ანუ შესაბამისად ძალიან თბილად ჩაცმული ბავშვი და აი აქედან შეიძლება გამოვიტანოთ ის აზრი რომ მხოლოდ ეს იყო რადგან შემდგომ თუ კი ეს არის ან მიკრობი ისეთი რომელიც არის ვირუსი სხვა რაღაც სიმპტომები გამოვლინდება იქნება რესპირატორული თუ იყო დაუშვათ ბაქტერია მაშინ დიარეა მუცლის ტკივილი და სხვა სიმპტომები დაემატება და ამისთვის გვაქვს დაახლოებით 1 დღიდან 3 დღემდე დავაკვირდეთ სიმპტომების გამოვლინებას და
რეაგირება არანაირად, მიკროების მედიკამენტების მიღება არანაირად, მსგავსი ტიპის ჩარევა, არამედ დაკვირვება და სითხის მიღება. ეს არის უპირველესი, მით უმეტეს ბავშვთა ასაკში და თქვენ გაინტერესებდათ ისა გადასხმას ახლა ბინაზე ისედაც არა გვაქვს ამის რეკომენდაცია. გადასხმის შესახებ, როცა უკვე დიდი არის გაუწყლოება, ანუ წყლის დანაკარგი იმაზე მეტია, ვიდრე ბავშვს შეუძლია მიიღოს, მაგალითად, ჭარბად ღებინება, ანუ ვერ ვაჩერებთ ამ პირღებინებას არის შეუპოვარი, შესაბამის სითხეს ვერ ვაძლევთ ბავშვს, იმიტომ რომ ელემენტარულად ვერ იღებს, მივარდნილია, მოდუნებულია და უნდა უკვე სხვანაირად რაღაცნაირად მოხდეს შევსება და ამ შემთხვევაში აუცილებელი, რომელსაც ექიმი იღებს ამის გადაწყვეტილებას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ისევ რაც თავში ვახსენე, იმედია გამოვა მზე და ნამდვილ ზაფხულზე ვისაუბრებთ, ანუ მართლა რამოდენიმე დღეში იმედია მართლა კარგი ამინდი იქნება, რჩევები და რეკომენდაციები მშობლებს, ანუ ისევ ამბობ, რადგან ეს კითხვა ისმის და დაისვა ეს შეკითხვა, ანუ პრობლემაც არის, ხო? არავინ არ გვეუბნება, რომ ზღვაზე არ წავიდეთ. რა თქმა უნდა, წავიდეთ, მაგრამ ბავშვები ძალიან სენსიტიურები არიან და მოდით ისევ გავცეთ თქვენ როგორც პროფესიონალმა ის რეკომენდაცია რა დროს უნდა გავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე, თუნდაც რომ ამბობთ, იცით რა, ქოლგის ქვეშ არის და არა უშავს ის რაღაც პროცენტულობით მაინც. მე მაგალითად ქოლგის ქვეშ ვიღებ, ანუ ვერ ვიტან, ანუ მზეზე ესე ვერ ვჩერდები. ანუ ჯერ ცუდად ხვდები რა, არ არის ჩემთვის კომფორტული. ბავშვისთვის ხო განსაკუთრებით არა. კითხვის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხა მითხარი ბავშვისაც შეიძლება ქოლგაში რომ დავსვათ. არის ესეთი ბავშვი? არ არსებობს, ხო, არ არსებობს, მაგრამ შეიძლება აი ეტლშიც რო იყოს, პირობითად ვამბობ, მაგრამ მაინც სოდო არის, ხო? რომელ საათზე უნდა გავიყვანოთ ბავშვი, რა დროის მონაკვეთში უпростоრად და რა დროით. კი ბატონო, მოდი ჩამოვყვეთ ყველაფერს და ჩამოვაყალიბოთ როგორ ვიქცევით ზაფხულში. ჩვენ მშობლები, დიდები და პატარები შესაბამისად. გავდივართ, არა აქვს მნიშვნელობა ზღვაზე ვართ თუ ტყეში, უნდა იყოს პერიოდი დაახლოებით 12-დან 4 საათამდე ფაქტიურად სახლში მოსვენებითი მდგომარეობა. თუ კი ვართ გარეთ ბუნებაში და სხვანაირად არ მოგვიწია, მაშინ უნდა მოვძებნოთ ისეთი რაღაცა, რომ დავისვენოთ ხშირად, ანუ არ დავიღალოთ, რომ არ დავხარჯოთ ზედმეტი ენერგია და რა თქმა უნდა მოვნახოთ ჭრდილი. ეს არის ტყეში. ეხლა თუ კი ზღვაზე ვიმყოფებით, ზღვაზე ქოლგის ქვეშ დომა ანალოგიურად როგორც ამბობ ვერ იცავს. რა თქმა უნდა ვერ იცავს მზის სხივებისგან, ულტრაისფერისგან, ქოლგა. უბრალოდ ჩვენთვის არის რაღაცა ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს დამწრობისგან შეიძლება მივიღოთ ის რომ დაგვიცვას, მაგრამ არა ის რომ მზის სხივებისგან, დამწრობისგან კი, იმიტომ რომ იქაც თავისი ხარისხობრივი ის აქვს დაზიანება და ანუ ის პერიოდი მოდი შევთანხმდეთ რომ არ ვარ და არ არის რეკომენდაცია, რაც არ უნდა ჭრილი იყოს, რაც არ უნდა ღრუბლები იყოს. აუცილებლად გავდივართ დამცავი საშუალებებით, ანუ წინასწარ ვაკეთებთ ზღვაში ჩასვლამდე, მზეზე ექსპოზიციის წინ, ვისმობთ კანზე, მთელ სხეულზე ტუჩები, აუცილებლად ყურის ირგვლივაც, დამცავ საშუალებას. იმიტომ რომ ხშირად ტოვებენ და ყურიც ხო კანია და მე ყურზეც არის ხო. ხო, ну სათვალე, თვალის ირგვლივაც არ ხდება ხო, მაგრამ სათვალეს, იმიტომ რომ მზისგანვე გვიცავს, სათვალეების სტარება, ქუდი, იმიტომ რომ მზის დაკვრა, სითბური დაკვრა არ მოხდეს, კანზე წასმა საშუალებების და ხშირად აი როგორი მომენტია, დაუშვათ 20 წუთი არის ჩასვლა წყალში ბავშვისთვის პირველი პერიოდი ნორმა. შემდეგ უნდა მოხდეს მისი ამოყვანა, იმიტომ რომ არ მოხდეს მაინც გადაციება, რაც უნდა თბილი იყოს ის წყლის ტემპერატურაზე. ბავშვის წყალში ყოფნას თავის პერიოდი აქვს. შემდეგ წყლის მიწოდება, ასე ვთქვათ, გაჯერება ამით და ნუ ხა უნდა ვეცადოთ, რომ მით უმეტეს უკეთესია რაღაც აქტიური ცხელი პერიოდში, სადღაც საღამოს საათებში გასვლა და შესაბამისად ამისთვის მსაუბრა უნდა გქონდეს. ეხლა ეს ზღვასთან და მზესთან დაკავშირებით და მიმართებით. ეხლა ვქვით, მაგრამ ჩამოყალიბებულად რო გქონდეს, ესე იგი, დამცავი საშუალებები ასევე ტყეში, გრძელი ფეხსაცმელი, ისა ფეხსაცმელები უნდა იყოს დახურული, გრძელი, შარვალი ან რაღაც მსგავსი ჩასაცმელი, რომელიც გვიფარავს ხელებს და ფეხებს. და მორიდება დიდი ბალახები, სადაც შეიძლება ეხა გველებიც კი იყოს, იმიტომ რომ გველები იკვებებიან მღრღნელებით და ასე ვთქვათ, ბაყაყებით და ისეთ ტბორები და წყალსატევებთან უნდა მოვარიდოთ, კი ბატონო, უნდა მოვერიდოთ. ანალოგიურად იქ ვრცელდება ის გადამტანი ჩვენი ტკიპის მიერი მწერების
კიდევ რა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, ესე იგი საფხულისთვის საკვები აუცილებლად ხელის დამუშავება ეს არის უპირველესი, უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ამის გარეშე ელემენტარულად შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს მომზადებული, მაგრამ ჩვენი ხელებითვე მოხდეს ამ ბაქტერიების შეყვანა ჩვენს ორგანიზმში და ასე წყლის მიღებით ხშირი, მზისგან დამცავის საშუალებების დაცვით და მას კაი განწყობა შევიქვნოთ და დავისვენოთ რატომ ზე ხა ჩვენთან მოდის შესაგებებლად. კი, ერთი სიტყვით ის მთავარი მესიჯები გავაჟღერეთ თქვენი საშუალებით, რაც დაგვიცავს და თავს ავარიდებთ იმ სირთულებზე. თუნდაც არ არის გამორიცხული რომ რაიმე ანუ დაგვემართოს ცოცხალი ადამიანები ვართ და ვიზიდავთ ესე ვთქვათ ნებისმიერ თუნდაც ბაქტერიას გაცივებას, მაგრამ მთავარია რომ გქონდეს იმუნიტეტი გამომუშავებული. ამ შემთხვევაში თემასთან დაკავშირებით მშობელი პირველ რიგში მშობელმა იცოდეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მშობლის პირველი არის მაინც დედა, რომელსაც აუცილებლად ხავს კარგად შესწავლილი თავისი ბავშვი და რა თქმა უნდა, შემდეგ პროფესიონალის დახმარებით იმ ყველანაირ პრობლემას თავს ავარიდებთ და ვიქნებით პირველ რიგში ჯანმრთელები და ძალიან კარგ ზაფხულს გავატარებთ ყველანი ერთად. ხათნა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და გაჟღერება და ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვანი არის პროფესიონალისგან, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს გამეორება და უფრო ჩაწვდომა იმ თემის და რაც უფრო ბევრი ვიცით უკეთესი არის და თავს ავარიდეთ ძალიან ბევრ პრობლემას. მე ძალიან კარგ დღეს და კარგ ზაფხულს გისურვებთ ხათნა. ყველას გისურვებთ კარგ ზაფხულს და ლამაზ დასვენებას. ძალიან დიდი მადლობა წარმატებული დღე. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს პედიატრი ოჯახის ექიმი ხათუნა მორჩილაძე პასუხობდა. ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.